მოგესალმებით, თელქენთან გასაგებია მადლობა იმისთვის გამოწერეთ და ჩემი არხი იმის რომ ავაიქებთ და კომენტარად ვინც არ მისცემთ გაგაცნობთ მე ვარ კატო. აპრილით მიიწურა თითქმის და მოდით მაისის თვე როგორი იქნება პირადში და როგორი იქნება ფინანსურად. ვარიანტი იქნება ორი. მას ყველასთვის იყოს ცოტა ერთი ვარიანტი მაინც ყველასთვის არ რეზონირდება. ნახოთ. ვარიანტი იქნება ერთი თეთრი სპილო. თქვენი კარგად ჩანს და მეორე იქნება წითელი პუ. მოკლედ. ვარიანტი პირველი და მეორე. და ნახოთ როგორი იქნება პირადი ურთიერთობა და როგორი იქნება ფინანსები. მაისის თვე. მაისის თვის. იმედია ამოირჩიეთ, მანამდე გეტყვით რომ პირადი დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, ფასდაკლება ჯერ ისევ გრძელდება და შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე რომ, ასევე დიაგნოსტიკის გარდა შეგვიძლიათ რიტუალებთან დაკავშირებით და სანთლებთან დაკავშირებით, აქსესუარებთან დაკავშირებით პირად შეტყობინებაში მომწეროთ. ანჩეს იქ გაგაცნობთ. რა როგორ და რანაირად. ალბათ იმედია ამოირჩიეთ, მე მეორე ვარიანტს გადავდებ დროებით და ვინც პირველი ვარიანტი აირჩია. რა იქნება? თქვენი პირადი. მოდით ერთი არკანით ნახოთ რა ხდება ახლა და მერე ვნახოთ როგორი იქნება მაისის თვეში პირადი ურთიერთობები და ასევე ამ დასტით კი ფინანსური კუთხით ვნახოთ. ერთი არკანით რა ხდება და რა თქმა უნდა როგორი იქნება ფინანსური კუთხით პირველი ვარიანტისთვის მაისის თვე. მოკლედ დავიწყოთ პირადი ურთიერთობა. პირადი ურთიერთობა რაღაც გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, შევცვალოთ სიტუაციები. ხო, რაღაც ამ გადაწყვეტილების მდგომარეობის წინაშე გახართ. ხო, უკვე მე მივიღებ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ დრო მოვიდა რაღაცა ცვლილებებისკენ. ხო, ეს ცვლილებები ყველასთვის სხვადასხვა მომენტია. ვიღაცის შეიძლება დაშორება, ვიღაცის შეიძლება პირიქით ურთიერთობის გაგრძელება, შესაძლებელია ახალ ურთიერთობაში გადასვლა. ყოველ შემთხვევაში ეს არის მდგომარეობა, როდესაც ეხლა ამ წუთას მე ვიღებ რაღაცა გლობალურ და ჩემთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. როგორი იქნება პირადი ურთიერთობები? როგორც ჩანს, აქ პირადი ურთიერთობებში გვაქვს ცოტა ისეთი სიტუაცია და როგორი იქნება, მე ესე ვიტყვი, რომ გადაწყვეტილებები კი გაქვთ ახლა და ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტოთ, მაგრამ მაინც რატომღაც პირად ურთიერთობასთან მიმართებაში ბოლომდე ვერ იღებთ გადაწყვეტილებას. შეიძლება რაღაცის თავდაცვის მომენტი გქონდეთ, ხო? სიტუაცია, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, ახლა შენი ჯერია, შენ რას იზავ, არ ვიცი, აქამდე მოდით ცოტა ესეთი რაღაცა დისტანცია დავიცოთ, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს არის მომენტი, როდესაც მე ვიცავ რაღაცას. ჩემ აზრს, ჩემს სურვილს, ჩემს მიზანს, ხო? ვერ გეტყვით, რომ პირადი ურთიერთობა ძალიან ისეთი სიტუაციით იქნება, ეს იქნება გადაწყვეტილების მდგომარეობა, კვლავ რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ, საიწავიდე, თუმცა მაინც რაღაცნაირად კმაყოფილი დარჩებით. შეიძლება ითქვას, რომ ნახეთ, კი, ისევ გაორებული სიტუაცია იყოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც თქვენ არ იქნებით წაგებულ სიტუაციაში, ხო? თუ დასაშორებელი არის, მაინც მოიგებთ, იმიტომ რომ თქვენ გადახვალთ სხვა ენერგიაში და ჩამოიშორებთ იმას, რაც ჩამოსახსნელია, თუ კი დალაგდება თქვენ სასარგებლოდ და თქვენ როგორც გინდათ, რა თქმა უნდა, მანდაც მოგებული იქნებით, ხო? ანუ იქნება გაურკვევლობები, იქნება რაღაც ესეთი ცოტა კამათის მომენტი, მაგრამ ერთობლიობაში, ჯამში მაინც თქვენ რაღაცნაირად რესურსულად იქნებით კმაყოფილი. შეიძლება რაღაც მომენტში ნახეთ ის მომენტი იყოს, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება მატერიაშიც გადახვიდეთ და თქვათ ამ კუთხით შეხედოთ, თუმცა სტაბილურობის მომენტს მაინც დაიჭერთ რაღაცნაირად. ნახოთ რა ხდება დღესდღეობით ფინანსებში.
ფინანსებში არის ტრანსფორმაცია, შეიძლება ადამიანები რაღაც სამსახურს იცვლიდეთ, შეიძლება ახალი სამსახურის შემოსვლის პერიოდს ელოდებოდეთ, ხო? ეხლა ამ წუთას ფინანსური კუთხით არის გარდამტეხი პერიოდი და რაღაცების გადალაგება ხდება, ხო? ძველი თქვათ, თუნდაც ის რაღაცა გეგმა, რომელიც ჰქონდა ფინანსური გრაფიკის შედგენილი თუ რაღაცა მსგავსით, ну, საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ეს არის დასასრულებელი და ახალი გეგმები უნდა დავსახო, ხო, ახალი გრაფიკი უნდა გავაკეთო, ახალი მიზნები უნდა ჩამოვწერო. ну, აქ რაღაცა ცვლილებების წინაშე დგახართ. როგორი იქნება ფინანსური კუთხით? ფინანსური კუთხით გეტყვით იმას, რომ საკმაოდ სტაბილური და სასიამოვნო პერიოდი გელოდებათ მაისში. ну, პირადშიც როგორც ჩანს, შეიძლება პირადის ტკივილები უფრო აქეთ და რაღაცა გაურკვევლობები გადმოიტანოთ ფინანსურში მაისში და ნახეთ, ფინანსურად ესე გეტყვით, იქნება შემოსავლები, იქნება სიტუაციები, სადაც თქვენ ძალიან კმაყოფილი დარჩებით. პროექტები ახალი თუ არ მუშაობთ, გექნებათ აქ რაღაცა მოლოდინის რეჟიმში თუ ხართ, იქნება აქ თქვენთვის ვიღაცა შეიძლება დაწინაურებას ელოდება, ხო? ну, ყოველ შემთხვევაში შემატებთ კიდე, შესაძლებელი კიდე ვიღაც დამატებით სამუშაო გამოჩნდეს, ხო? მატერიალური კუთხით მაისის თვე პირველი ვარიანტი საკმაოდ სასარგებლო და ესეთი კარგი პერიოდი იქნება ახალი რესურსების მოძიებისთვის, ახალი სამსახურის, ახალი წინსვლისთვის, ხო? აი განახლების მდგომარეობისთვის ნამდვილად საკმაოდ ისეთი სასურველი და კარგი პერიოდია მაისის თვე. ისე რომ ფინანსურად ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ახლა რაღაცა ძალიან ისეთი არც თავზე არ გადაგდით, მაგრამ ნამდვილად არც გიჭირთ და ბევრად უფრო ნახეთ თითქოს როგორი მომენტია, აი მაისში საფუძველი ეყრება რაღაცა პატარ-პატარა სიტუაციებს, რაც მერე უფრო მოგიტანთ, ხო, ანუ საწყისი ეტაპი არის მაისისთვის, სადაც რაღაცნაირად ну, ვრგავთ ხეს იმისთვის, რომ მერე ნაყოფი მოგწეს. აი ეს მომენტები არის აქ. მოკლედ, პირველი ვარიანტი საკმაოდ საინტერესო ვარიანტია. ვერ ვიტყვი ვერაფერს. ნახოთ. დაწოდებ ამ არკანებს, არ გამოვიყენებ და ვნახოთ მეორე ვარიანტი ვინც ერთია. როგორი პერიოდი იქნება მაისში პირადი. რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე რა ხდება პირადში, რა თქმა უნდა ვნახოთ და შემდეგ მაისის თვე როგორი იქნება პირადი ურთიერთობებისთვის, მეორე ვარიანტისთვის და ვნახოთ ფინანსური კუთხით, ფინანსებზე რას გვეტყვის, რა ხდება ეხლა და როგორი იქნება ფინანსური კუთხით. ნახოთ, ეხლა რა ხდება. ეხლა რა ხდება? ну, აქაც როგორც ჩანს, იქ კაც ტუზი იყო, აქაც ტუზია, ეხლა ამ ეტაპზე. აქ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა რაღაცა დავტოვეთ და ახრისკენ მივდივართ, დავტოვეთ და ახალში გადავდივართ, ხო? ну, შეიძლება ითქვას, რომ თქვათ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში ეხლა ამ ეტაპზე რაღაცა თუნდაც დავტოვეთ, ნახეთ, დავტოვეთ რაღაც შეყვარებულების პერიოდი, გადავდივართ ოჯახის შექმნაზე, დავტოვეთ წარსული ურთიერთობა, შევდივართ ახალ ურთიერთობაში, ხო? აი რაღაც ამ პროცესში ხართ. შეიძლება აქ უბრალოდ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ всё, ну, დრო მოვიდა, რაღაცეები შევცვალო და მე დავიწყო ახალი ურთიერთობები, ხო? რაღაცა განახლების ეტაპი გაქვთ თქვენს. როგორი იქნება პირადი ურთიერთობა? პირადი ურთიერთობა ნამდვილად კარგი პერიოდი გელოდებათ, მეორე ვარიანტი, აქ იქნება სტაბილურობა, სიმშვიდე, წარმატება, ბედნიერება, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთგაგება, ემოციურად იქნებით ძალიან ისეთ სასიამოვნო განწყობაზე, რაღაცნაირად თავდაჯერებულობას კიდევ უფრო მეტად აიღო, აქ იქნება ურთიერთობა, ურთიერთგაცვლითი ურთიერთობა, ხო? ანუ თქვენ მისცემთ ადამიანს რესურსს, ისიც მოგცემთ რესურსს, ხო? ანუ აქ მატერიალური არ არის, აქ არის ემოციური რესურსი, ხო? საკმაოდ კარგი პერიოდი გელოდებათ მაისის თვე, მეორე ვარიანტი, ანუ ესე იგი, თქვენი გადაწყვეტილება განახლებასთან მიმართებაში არის ნამდვილად სწორი და მართებული, ესე ვთქვათ. რა შეიძლება ვთქვა? ძალიან ისეთი ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა საჩუქრები მიიღოთ, შეიძლება ითქვას, რომ უცბად წინადადებაც მიიღოს ვიღაცამ, ხო? აი უეცრად გადაწყდა, რომ მოდი შევუღლდეთ, ხო? რაღაც თუ
ისეთი მომენტი არის, რომ რაღაცა ცვლილებები. აქ ისეთი აი ნახეთ მეორე ვარიანტისთვის პირადი ურთიერთობა იქნება დადებითად სასიამოვნო ცვლილებები, სადაც ორივე პარტნიორი არის კმაყოფილი, ორივე პარტნიორს აქვს რაღაცნაირად, ესე ვიტყოდი, გადაწყვეტილი და ურთიერთშეთანხმების ურთიერთობა იქნება, ხო? გავეცი, მივიღე, გავეცი, ხო? აი რაღაცა ესეთი სიტუაცია. საკმაოდ კარგი ენერგია. აბა ვნახოთ ფინანსებში რა იქნება. დღესდღეობით ფინანსებში საკმაოდ დიდი ტკივილები გაქვს, შეიძლება დიდი ნანაკარგებია, შეიძლება რაღაცა გაურკვევლობებია, შეიძლება ვიღაცამ სამსახურის დაკარგა, ხო, ვიღაცა ვერ პოულობს სამსახურს თანადოდ, ან სამსახურში არ დააფასეს მისი შრომა, ნუ ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ფინანსური კუთხით აშკარად ცოტა ესეთი მძიმე მომენტია, როდესაც ნუ სხვა გზა არ მაქვს, უნდა შევეგო ამ უსამართლობას, ხო, რაღაცა ესეთი მომენტის მდგომარეობაში ვართ. როგორი იქნება? ნუ სამი უმაღლესი არკანი. როგორი იქნება? მე ისე ვიტყოდი, ეს იქნება თქვენთვის გარღვევა, არ ვიცი, რაღაცნაირად, არ ვიცი, იმდენად ნახეთ გავიაზრე, რომ ყველაფერი უსამართლობაა ჩემთან, ან შეიძლება არასწორ ნაბიჯებს ვაკეთებ მე თვითონ და ნახეთ გავიაზრე ეს და მივიღე და დავიწყებ მოქმედებას. დავიწყებ მოქმედებას იმისთვის, რომ მე ამ სიტუაციიდან გამოვიდე. ანუ ძველ პროგრამას, რომელიც არის, თქვა, ძველი სამსახური, ძველი შეხედულებები ფინანსებთან მიმართებაში, ყველაფრის დამთავრებას ვაპირებ და მზის არკანი. ახალ ეტაპზე გადავდივარ, ხო, ახალი წარმატების და სასიკეთო ენერგიებში გადავდივარ, ესე ვიტყოდი. ნახეთ, ფინანსური კუთხით ნამდვილად ვერ გეტყვით ამ არკანებით, რომ გექნებათ რაღაცა ძალიან ისეთი კოლოსალური შემოსავლები, მაგრამ ეხეთ ეს იქნება თქვენთვისაც დასაწყისი, რომ მე წარსულის ყველა ფინანსურ ბლოკს ვასრულებ, ანუ წარსულის ყველა ფინანსურ პროგრამას ვასრულებ და ვიწყებ განახლებული პროგრამით, განახლებული იდეებით, განახლებული რესურსებით და თუ კი რაიმე ცდუნება მქონდა ფინანსურთან მიმართებაში, მე ამას ვამთავრებ, ვანულებ და ვიწყებ თავიდან, იმიტომ რომ მოვიდა დრო, მე მოვკიდო ჩემს ფინანსურ რესურსს ხელი ისე, როგორც საჭიროა, ხო? ანუ თქვათ, თუ აქამდე ის მომენტი გქონდათ, რომ რაღაცაზე გაბრაზდებოდით და თქვათ, წახვიდოდით საყიდლებზე და უცბად დახარჯავდით დარჩენილ თანხას და მე ხდებოდა, რომ ფინანსურად ვარდებოდით რაღაცა კრიზისში, აქ მიხვდებით, რომ არა, მე ამ პროგრამით არ გამოვდის, ესე არ გამოდის, რაღაცა უნდა გადავდო, რაღაცა უნდა გავაკეთო, ძველ სამსახურს უნდა დავანებო თავი და მოვძებნო ახალი. ან ის რაღაცა შეიძლება არის ხოლმე, რომ ძალიან ისეთი ამბიციური მომენტებიც არის ხოლმე, ნუ კი ამბიცია უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ არის ესე დალაგებული სამსახურის მდგომარეობა და მოდი, ნუ რაღაცას ვცდი, ხო, თუნდაც სხვა სფეროში, ხო, თქვა თუ არ ბუღალტერი, მაგრამ მოდი რაღაცა სხვას გავაკეთებ, ხო, არ ვიცი ხა რა შეიძლება გააკეთო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ჩემი სხვა ინტერესიც მაქვს, ხო? და მოდი აბა იმას ვცდი, როგორ გამომივა, ხო? ვიღაცამ შეიძლება ბიზნესი დაიწყოს, ვიღაცამ შეიძლება რაღაცა ბლოგერობა დაიწყოს, ხო? ნუ ნახეთ, ყოველ შემთხვევაში რაღაცას მოვძებნი საჩემოს იმას, რომ მე რაღაცა თუნდაც მცირედი შემოსავალი მქონდეს, ის რომ ჩემ თვით რწმენა და თავდაჯერებულობა აიმაღლო, ხო? ავიმაღლო, ხო? გადავალაგო ფინანსები, გადავდო რაღაცა ის 10% შემოსავლის, როგორც კი ძალიან რთულია, მაგრამ მაინც და ნახეთ, აქ უკვე ფინანსური მაისის თვე მეორე ვარიანტი, ეს არის ფინანსური კრიზისების დასრულების პერიოდი, გარღვევის პერიოდი, სადაც მე უკვე სიახლეებისკენ წავედი. სადაც მე უკვე ახალ გამარჯვებას, წარმატებას ვიღებ, ხო? ანუ ვასრულებ ყველაფერს იმას, რაც ძველია, ანუ გავდივარ ამ სიტუაციიდან, ვამთავრებ და მე ახალ ენერგიებში გადავდივარ. ახალი საწყისი ჩემი ფინანსური ცხოვრების. აი ესეთი გამოვიდა პირველი და მეორე ვარიანტი. ძალიან საინტერესო, სასიამოვნო ვარიანტები იყო. მე მგონი არაფერი ისეთი რთული და ცუდი არ არის ნამდვილად. მე რა თქმა უნდა გისურვებ თითოეულ თქვენთაგან ბედნიერებას და წარმატებას, უულებ და უსაწყლოს სიხარულს და სიყვარულს. და ყოველთვის ყოფილიყავით ბედნიერები და შეგსრულებოდეთ ყველა თქვენი სურვილები. და შეგახსენოთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ პირადში, რათა უფრო ვრცლად და უფრო კარგად გაერკვიოთ რა იქნება ფინანსებშიც, პირადშიც და ასე შემდეგ. ხო, ეს საჯაროა და ნუ ყველასთან ესე სწორად შეიძლება ვერ რეზონირდეს ბოლომდე. დროებით.